მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დავლიძე ვარ. ეუთო საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა. დოკუმენტი ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრის ჯო უილსონის მიერ იყო მომზადებული. საქართველოს დელეგაციამ ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. გადაწყვეტილება ასამბლეის პრეზიდენტმა ნეგატიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე ცუდი ვარიანტი იყო. კენჭისყრამდე კი საქართველოს დელეგაციამ რეზოლუციამ მწვავედ გააკრიტიკა. ქართველმა კანონმდებლებმა წარმოდგენილ დოკუმენტს манипуляცია უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის ყალბი ინფორმაციითაა გაჯერებული. იმის გამო, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაბიჯები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად არასწორად წარმოაჩენს და აყალიბებს ფაქტებს, სრულიად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს არჩევნებზე დაკვირვების და მოსკოვის მექანიზმის ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი დელეგაცია პროტესტის ნიშნად კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ორმაგად სამწუხაროა, რომ გვიწევს ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჰააგაში, საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. სურს ვთხოვო სამდივნოს, სათანადოდ ასახოს ჩვენი პოზიცია ასამბლეის სხდომის ოქმში. ეუთო საპარლამენტო ასამბლეის სანდოობა აბსტრაქტული ცნება არ არის, ის მისი ავტორიტეტის საფუძველია. როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს არა დადასტურებული ფაქტების, არამედ მოკლევადიანი ხმაურიანი სათაურების ჭრილში განვიხილავთ, ჩვენ მხოლოდ რეალობას კი არ ვამახინჯებთ, ვაზიანებთ იმ ინსტიტუტსაც, რომელსაც თავად ვემსახურებით. ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიას არ დაუდგენია, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა ეუთო ოდირის დასკვნის გაყალბებას აპირებს. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს არაფერი დაუდგენია გარდა ბრალდებებზე მითითებისა. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა ამ ბრალდებების დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენას აპირებს. საქართველოში სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცნენ როგორც მოძალადე დემონსტრანტები, ისე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა აპირებს იმის მტკიცებას, რომ თურმე მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა დაწვეს პარლამენტი, თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს და დააზიანეს ასობით პოლიციელი. ასეთი გადამეტებული პოლიტიზება ეუთოს ინსტიტუტებსა და მექანიზმებს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის ნაცვლად აქცევს შერჩევითი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად. მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას თავაზობს აირჩიონ დროებითი მართვის ორგანო, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე ის თავად იქნება. ჩვენ რეფორმატორთა საბჭოზე აქ შეიძლება რა თქმა უნდა იყვნენ პარტიის წევრები უშუალოდ რეფორმატორთა საბჭოს წევრებს გულისხმობთ მათ შორის, თუმცა შეიძლება იყვნენ აბსოლუტურად არაპარტიული ადამიანები, ამიტომ ეს არ არის უშუალოდ პარტიული ასე ვთქვათ ორგანო. რაც შეეხება რეფორმების საბჭოს მიზანს, მისი მიზანი გახავთ ის, რომ ნაციონალურ მოძრაობაში რეფორმები ჩატარდეს ფუნდამენტურად, ძირეულად და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სიმბოლური გახავთ ამ საბჭოს ხელმძღვანელად, რომ მიხეილ სააკაშვილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში არის დაკავშირებული რეფორმებთან, რეფორმატორობასთან, ამიტომ შიდაპარტიული რეფორმების დროსაც მისი ამ თანამდებობის დანიშვნა არის აბსოლუტურად სიმბოლური და მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ამბავი. ნანუღა ჟორჟოლიენი იქნება როგორც ალბათ გაიცანით აღმასრულებელი მდივანი და ზოგადად ამ რეფორმატორთა საბჭოში იქნებიან ახალგაზრდები, ძველი თავმჯდომარეებიც, სხვადასხვა ადამიანები, ასე ვთქვათ, პარტიული თუ არაპარტიული. ფორმალურ თავმჯდომარეს ნაციონალურ მოძრაობაში საერთოდ აზრი არ აქვს, თუ ვინ იქნება. თავმჯდომარეს ვინ იქნება, საერთოდ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისეთ ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია იყო და არის. მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს გაველოდებით და ნახავთ როგორ იქნება ამ ქვეყნის ქვეყანაზე მტყურულად განწყობილი ეგრეთ წოდებული პარტიის ბედი. რაც შეეხება შიდა ეგრეთ წოდებულ დაპირისპირებებს, ეს არის მხოლოდ გარე პატრონებთან თავის მოწონება, რომ როგორმე მაგიდასთან უფრო მსუყე ადგილი მოიპოვონ და შესაბამისად უფრო მეტი დაფინანსება აიღონ ან რამე გამორჩენას მოელოდნენ. ასეთი არის მათი ბედის აგენტისა, რომელიც ყველაფერზე ხელმომწერია. რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ შექსპირის ყველაზე სისხლიანი და იდუმალი ტრაგედია მაკბეტი გააცოცხლა და მაყურებელი ძალაუფლების, ვნებისა და ადამიანური დაცემის მორევში ჩაითრია. ეს დადგმა უნიკალური შემოქმედებით სინთეზია, კოლაბორაცია, რომელიც ოზურგეთის თეატრს ჩვევია. სცენაზე ნამდვილი თეატრალური ქარიშხალი რუსთაველის თეატრის ლეგენდამ ნანა ფაჩუაშვილმა, თამარ მდინარაძესთან ერთად დაატრიალა, რომლებმაც ლედი მაკბეტის შეშლილი და ამბიციური სახე საოცარი ემოციებით განასახიერეს. ცალკე აღნიშნის ღირსია სპექტაკლის დასაწყისში მაკბეტისა და ბენქოს კუდიანების შეხვედრის სცენა და წინასწარმეტყველებით შეგულიანებული ლედი მაკბეტი. სიუჟეტის მონუმენტური და პირქუში ატმოსფეროდ კი მხატვარ ლომგულ მურუსიძის სცენოგრაფიამ შეკრა. წარმოდგენა შედგა
სპექტაკლი ხანგრძლივი ოვაციებითა და ფეხზე ამდგარი მაყურებლის ტაშით დასრულდა. ცოცხალი შესრულება, ცნობილი ჰიტები და სადღესასწაულო განწყობა. ოზურგეთში ჭადრების ბაღმა მუსიკოს ფრიდონ აროშიძის სტუდიის საჩვენებელ კონცერტს უმასპინძლა. თავად ბატონი ფრიდონი მას მადლიერების კონცერტს უწოდებს, რომელიც მუსიკის მოყვარულებს და ბენდის გულშემატკივრებს მიეძღვნა. კომპანია სივრცესთან არსებული სტუდია უკვე 3 წელია ფუნქციონირებს. სტუდიას ფართი ოზურგეთის დრამატულმა თეატრმა დაუთმო. აქ მოზარდები ქართულ და უცხოურ მუსიკას, ვოკალს, გიტარას, დრამსა და სხვა ინსტრუმენტებს ეუფლებიან. სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ტექნიკა თავად ფრიდონ აროშიძის ძალისხმევის შედეგია. თუმცა ბენდი ახალი მხარდამჭერებისთვის ყოველთვის ღია. როგორც ბატონი ფრიდონი ამბობს, ჯგუფს სახელი ჯერ კიდევ არ აქვს და სურს ის თავად მსმენელმა შეურჩიოს. ჭადრების ბაღში შეკრებილმა საზოგადოებამ კი ახალგაზრდების მიერ დიდი სიყვარულით შესრულებული ყველასთვის ნაცნობი მუსიკალური ნომრები მოისმინა. ეს ჩემი პირველი კონცერტი იყო. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმის გამო, რომ დღევანდელი საღამოს შემდგარ იყო. იმისთვის, რადგან დღეს იყო ჩემი პირველი კონცერტი, ძალიან ვღელავდით, მაგრამ მიხარია, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა. ძალიან საინტერესო და კარგი სიმღერები ჰქონდა და ძალიან მიყვარს ეს საქმიანობა. გავიჩინე ძალიან ბევრი მეგობარი და მიხარია, რომ ჩემი დროის პროდუქტიულად გამოყენება შემეძლო ამ ბენდში ინსტრუმენტების დაკვირით. ჩემი პირველი კონცერტი სწორად ძალიან დაძაბული ვიყავ, მაგრამ სიმღერების შესრულება რო დავიწყეთ, უფრო და უფრო მომეშვა ეს დაძაბულობა და მე უფრო მივყევი ჩემს ტემპს და შთაბეჭდილება ძალიან კარგი იყო კონცერტთან დაკავშირებით. ბევრი ხალხიც იყო და უფრო და უფრო მეტი мотиваცია გვემატებოდა ხალხის და ხალხის მომატებით. რა თქმა უნდა, მადლობა ყველა ბავშვებს, იმ ბავშვებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა ჩადენ, ბავშვებმა და მათ გარეშე რა თქმა უნდა მე რა შემეძლო არაფერი აბსოლუტურად მადლობა მადლობა მას ასეთი კარგი ბავშვები შეხვდა ასეთი ნიჭიერი ბავშვები და მივიღე რა გარკვეული შედეგი. რა ვიცი ახლა დანარჩენი ბავშვები რა სიზამე როგორ იქნებიან და რას გააკეთებენ ეს არ ვიცი ეს მათზეა დამოკიდებული მე რაც დამჩა ეს წლები ყველანაირი შევეცდები რომ ჩავდო ყველანაირი შრომა რომ ცოცხალი შემსრულებლები ყავდა ძალიან ბევრი იმიტომ რომ წავიდა ისეთი პროცესები რომ დაუკრავენ რაღაც კომპიუტერზე რაღაცას გააკეთებენ და გონიათ რომ მაგრებიან არა და ცოცხალი შესრულება ეს არის ნამდვილი შემოქმედება ამის გარეშე ფაქტურად აბსოლუტურად არაფერი არ გამოვა აბსოლუტურად არაფერი და რა თქმა უნდა მადლობა ყველას იმისათვის რომ მხარდაჭერისათვის ყველაფერსაც რაც გააკეთენ ჩემთვის და ვინც ჩემს გვერდით იყო და მხარი დამიჭირა დიდი მადლობა რა თქმა უნდა ყველას და ყველას რა თქმა უნდა როგორც მშობელს როცა ხედავ საკუთარ შვილს და მისი შემოქმედება რომელიც მას სცენაზე გამოაქვს რა თქმა უნდა ბედნიერებისგან არ ვიცი ფრინავ ასე ვთქვათ უღმესი მადლობა მინდა გადაუხადო ფრიდონ მასწავლებელს იმ უზარმაზარი კოლოსალური შრომისთვის რომელიც მან ამ ბავშვებში ჩადო რა თქმა უნდა შთაბეჭდილება ძალიან დიდია დედაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს როცა ხედავ რომ შენი შვილის ნიჭი რეალიზებულია უღმესი მადლობა ამისთვის ფრიდონ მასწავლებელს და ყველა იმ მშობელს რომელიც ფრიდონ მასწავლებელს გვერდით ედგა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა რეგიონის დეპარტამენტების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ნაკვეთების ჩხრეკის შედეგად ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ბრალი 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს თუ მქონდა დარჩენილი ვიტყოდ იქ მაინც ვზეპირად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდია. გამოძიებით დაადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ეგრეთ წოდებული ქურდი ბესიკ ჯაფარიძე.
ბრალდებულების საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს. ბრალი 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი და უსწრებლად წარედგინება. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდია. გამოძიებით გინდება, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეების შორის არსებულ ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. ბრალდებულები საზღვარგარეთ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს. დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს ბესიკ ჯაფარიძე კრიმინალურ სამყაროს წესებისა და ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორე სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ. ასევე პოლიციის მიერ ჩხრეკის შედეგად ნივთკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 ტერცია, 223 კვარტა და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით ჩართული იქნება აღნიშნული დანაშაულებრივ სქემაში, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. გაგაცნობთ ტემპერატურას ქალაქების მიხედვით. ოზურგეთში მოსალოდნელია 27 გრადუსი სითბო, ხოლო ჩოხატაურში 30 გრადუსი. რაც შეეხება ლანჩხუთს, ლანჩხუთში დაფიქსირდება 32 გრადუსი, ხოლო ურეკში სინოპტიკოსები ვარაუდობენ 29 გრადუსს. რაც შეეხება ბახმაროს, ბახმაროში მოსალოდნელია 22 გრადუსი, ხოლო ჩვენს დედაქალაქში 32 გრადუსია ნავარაუდები. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.